პრეცედენტული საქმეების განხილვა საქაოქო სასამართლოში ზუსტად 12 საათზე დაიწყება და დღეს მოსამართლეები 4 პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე იმსჯელებენ. ზუსტად 12 საათზე დაიწყება კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანის ელენე ჟღარკავას სასამართლო პროცესი. ეს არის უკვე მეორე პროცესი, როდესაც უნდა იმსჯელოს მოსამართლემ ნამდვილად დაარღვია თუ არა დეკანმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მას ედაობიან 17 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგომას წინა პროცესზე. საქაოქო სასამართლოს მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დაავალა, რომ 9 საათიანი ვიდეო მასალა მოეტანათ, რომელშიც იქნებოდა აღბეჭდილი ჟღარკავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. დღეს უკვე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა უნდა მოიტანოს სწორედ ის კადრები, რომლებიც დაადასტურებს დეკანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ელენე ჟღარკავას მსგავსად დღეს კიდევ რამდენიმე პირის პროცესი გაიმართება საქაოქო სასამართლოში. ყველა მათგანს ტროტუარზე დგომას ედაობიან და ყველა მათგანის პროცესი წინა შემთხვევების მსგავსად გადაიდო, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რომელიც უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ბრალეულობას დაადასტურებდა. დღეს არის ჩემი ეგრეთ წოდებული ტროტუარის საქმის რიგით მეორე განხილვა. ვნახოთ რა მასალას წარმოადგენენ. მოლოდინი მაქვს ისევ ის ცხადია, რაც მქონდა პირველი სხდომის დროს. შესაბამისად ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რა განაჩენს არ უნდა გამოიტანოს. ამით პროტესტი ჩემი მხრიდან არ დასრულდება, ვერ დასრულდება, იმიტომ რომ პროტესტ ჯერ არ მიუღწევია თავისი საბოლოო მიზნისთვის. რა ტიპის ასე ვთქვათ დაშინებაც არ უნდა კონდეს სისტემას პროტესტის მონაწილეების მიმართ. რეალურად არ გამოვათ მათ ჩვენი ასე ვთქვათ სახლში გამოკეტვა. ოცნების რეპრესიული კანონი, რომელიც პარლამენტის დეპუტატებმა რამდენიმე კვირის წინ მიიღებს, ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ 15 დღიან პატიმრობას. ამ შემთხვევაში არ არსებობს ჯარიმა ან გაფრთხილება. მოქალაქეები, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული, 15 დღიან პატიმრობაში უნდა გაუშვას მოსამართლემ. სხვა შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა სასამართლო პროცესებიც დღეს საქაოქო სასამართლოში არის ჩანიშნული. სულ ცოტა ხანში უკვე გვეცოდინება თუ როგორი იქნება მოსამართლეების ვერდიქტი უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მისამართით.